სამშაბათია. საოცარი დღეა ჩემთვის. მეტა რატო? შენთვისაც რა საქმეა? მე ვიცი მიზეზი და ახლა მაყურებელი გაიგებს ჩვენი წოდნა, კვალიფიკაცია ავიმაღლოთ ნინა ოთარაშვილთან ერთად. აქ არის ჩვენთან არის და ისიც და საოცარი მაცივარი ჩვენთან არის სტუდიაში. მოგესალმებით, მიესალმებით. რაღაცაშია საქმე, ნეტა რა ხდება დღეს? დღეს ძალიან საინტერესო დღე გვაქვს, რადგან კვიზიც მოვამზადე ლაშა თქვენთვის და დღეს სამჭრელკილებს არ ვართ ნინა დღეს. წინასწარ მაინც დაგპირდებით, ვერ დაგპირდებით. იმედი მაცივარს ეხება, ხო? კი, რა თქმა უნდა, ლაშა და დღეს როგორც ხვდებით, ვისაუბრებთ მაცივარზე და ჩვენთან მჭიდრო კონტაქტი აქვს ლაშა. კი, ჩვენ სტუდიაში მასთან ურთიერთობა. ჩვენ სტუდიაში წარმოდგენილია მიდიას ბრენდის მოდელი, სანამ ჩვენი მაყურებლისთვის და თქვენთვის საინტერესო რჩევებზე გადავალ, მანამდე გეტყვით, რომ მიდია შექმნილია ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ბრენდი ყოველთვის ორიენტირებულია ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მომსახურების გაუმჯობესებაზე, რათა ყველა ცხოვრება გახადოს უფრო კომფორტული და სასიამოვნო. ლაშა თაკო, თუ იცოდით, მაცივარი როდის გამოიგონეს? ეს მოხდა 1899 წლის 8 აგვისტოს გაუმგონებელმა ალბერტ მარშალმა. ჩვენ ხედავთ კადრში, როგორი იყო თავდაპირველი მაკეტი, გამოიგონა, დააპატენტა მაცივარი და შემდეგ უკვე ჩაეშვა გაყიდვაში და დღეს უკვე ასეთი სახე მიიღო და მაცივრის გამოგონებამ რეალურად ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანების ცხოვრება, რადგან საკვების შენახვა კიდევ უფრო გამარტივდა, უფრო განხანგრძლივდა და დღეს სწორედ ამ თემაზე უნდა გესაუბროთ. გეტყვით, რომ კვიზი მოვამზადეს სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ არასწორად ვინახავთ, ესე ვთქვათ, ჩვენ საკვებს მაცივარში და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ განვალაგოთ და ესე ვთქვათ, ვისწავლოთ ეს ყველაფერი, რადგან დიდხანს ესე ვთქვათ, გქონდეს სასურველი ჩვენთვის პროდუქცია, რომ ჩვენ ჯანმრთელობასაც არ ვავნოთ, შეგვიძლია სადრეულოთარო გადავდოთ იმასაც მნიშვნელობა აქვს. კი, ლაშა, მე გამოვაყებ ჩვენ მაცივარში უკვე რაღაცები შეგილაგეთ და ცოტაზე გამოგცდით კიდეც, აი მაყურებელს ვაჩვენე. ვერ ჩავწრინინა, ვერა. არის ჯერჯერობით. ჯერჯერობით მზა არ არის, თუმცა პარასკევს აუცილებლად იქნება. ახლა უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ ჩვენს კვიზზე, რომლითაც კიდევ უფრო კარგად გავარკვევთ, აი ახლა როგორ გვაქვს სწორად შენახებული. მზად ხართ? მაცივარმა როგორ უნდა მოგვიგოს ნუგამალი. მაცივარმა და ნინა. როგორ გამოცდილია. სიმბოლოებით დაწყებული არის მაცივარში ყოველთვის განლაგებით პროდუქტების საჭიროებები. დავრჩირო პროდიუსერებმა წინასწარ არ გავაფრთხილეს ამ თვისთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ ნაწილს გამოიცნობ შენ და ეს თქვა მიხვდები თუ არა და დღეს ვისწავლით ჩვენი მაყურებლის ნაწილმა ალბათ ძალიან კარგადაც იცის თუ როგორ უნდა შეაწყოს პროდუქცია მაცივარში და რა განლაგებით, ამიტომ ნაწილმა შესაძლოა არ იცის, ამიტომ ერთად გავიგოთ და გავარკვიოთ, რომ უვნებელი პროდუქცია მოვიხმაროთ შემდეგ და ჩვენ ჯანმრთელობისთვისაც საზიანო არ იყოს. გადავიდეთ უკვე ჩვენს გრაფიკაზე და გამოვიდეთ ჩვენს ეკრანზე კითხვები. პირველი კითხვა არის ასეთი: თქვენი აზრით, რამდენად უვნებელია მაცივარში შენახვის შედეგად დარბილებული ნამცხვრის, ვაფლის ან ორცხობილის მირთმევა? ლაშაბა ან თაკოშა? დღეს გააჩნია. მე მგონია, რომ არ არის ეს მავნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. უბრალოდ ვიცი, რომ ხო გემოვნურ თვისებებს კარგავს და ისეთი ფაფუკი, ჰაეროვანი და კარგი მეღარ არის ხოლმე, მაგრამ მანდ არის მეორე მომენტი. მე რამდენადაც ვიცი, ნამცხვარი, ვთქვათ, კბილეული, კბილოზე არის ის რომ მეორე დღეს უფრო გემრიელია. ამიტომ ამ შემთხვევაში თაკოს ვეთანხმები, მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მაგრა გაუჯდება ეს კრემი და მეორე დღეს ნამცხვარს მოგართმევ ხოლმე ამიერი და გავიხარეს. და თქვენ მართლები ხართ, გეტყვით, რომ ხარისხი ცოტა გაფუჭებულია, თუმცა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის და შეგვიძლია რომ მივირთვათ. ანუ ვერ გავიგე, მე ვიყავი მართალი თუ? ორივე მართალი. შეგვიძლია, კი, შეგვიძლია რომ მივირთვათ მსგავსი ტკბილეული. კითხვა მეორე. შეგვიძლია თუ არა პროდუქტის მაცივარში რამდენჯერმე გაყინვა და შემდეგ გალღობა? ჩვენ უკვე ესე ვთქვათ, ნედლი ხორცი და თევზი გვაქვს ჩვენს მაცივარში, შემდეგ უკვე თუ არ გამოვიყენებთ, საყინულეში უნდა შევდოთ, მაგრამ აი ამაზე პასუხი რა იქნება? აი ამ პუნქტის ირგვლივ პასუხი ნამდვილად მაქვს, იმიტომ რომ ფაქტობრივად კვირა არ გადის ისე, რომ რეკომენდაცია ამ სივრციდან არ გავცეთ ხოლმე. რა თქმა უნდა არ შეიძლება, იმიტომ რომ ვიცით, რომ პროდუქტებთან მიმართებაში ძალიან საშიშია, რომ
ჯერ გავალღოთ, მე ისევ გავყინოთ და ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი აქ შეიძლება მსგავს პროდუქტებში ყველაზე მეტად რაც არ შეიძლება ეს არის თევზი, იმიტომ რომ თევზის გაყინა ხორციცლაშა. ნუ თევზი კიდე უფრო მაფუჭებადია ვიდრე ხორცი და 2-0. კი ბატონო, თქვენ ამ კითხვაზეც პასუხი გქონდათ, საინტერესოა. მაყურებელს რა, ესე ვთქვათ, მოსაზრებები ექნება ამ ჩვენს კითხვებთან დაკავშირებით და კითხვა მესამე აუცილებელია თუ არა დაკონსერვებული პროდუქტის მაცივარში შენახვა. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია. ნუ დაკონსერვებულში არ ვიცი რა იგულისხმება, მაგრამ გახსნილ მდგომარეობაში თუ დაკეტილ მდგომარეობაში მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს მაგალითად მაცივარში შენა. და მე მგონი 3-0 მართლებით. სწორია, არ არის აუცილებელი ზუსტად. გადავიდე შემდეგ კითხვაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ვიცით რომ ეს თქვა თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი პროდუქტია და შესაძლოა მიყვარს. ჩვენ მაყურების ნაწილმა ალბათ იცის როგორც უნდა შეინახოს, მაგრამ თქვენ სად ინახავთ თუ ესე ძალიან გიყვარს მაცივარში? არც მე ძალიან მიყვარს თაფლი, მაგრამ თუმცა თავს კიდე თავისი უამრავი ისჭირდება, რა ქვია, ინფორმაცია, მე ვიცი რომ შაქრდება, როდესაც არასწორად მოიქცევი და შესაბამისად გამოუსაჯება. ეს არ ვიცი, ხო შენახვაზე დამოკიდებული არის თუ არა. კი ბატონო, რომ შევინარჩუნოთ თაფლის, ეს თქვა სასარგებლო თვისებები, მნიშვნელოვანია რომ თავდახურულ ჭურჭელში ბნელ ადგილას მოვათავსოთ. მაცივარში არ არის თაფლის მოთავსება აუცილებელი. ფავორიტები ვართ, ფავორიტები. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე, თუ მაცივარში შენახული შოკოლადი თეთრი ნაფიფქით დაიფარა, როგორ მოიქცევთ? აი, რო შედევთ შოკოლადს და აი ცოტა თეთრი მე არ მიყვარს ნახული შოკოლადი. ერთნაირები ვართ ამ შემთხვევაში ზუსტად. იცი, არ ვიცი პასუხი სწორი იქნება თუ არასწორი იქნება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აი შოკოლადი როგორც კი ამ თეთრ ფერს იკრავს ხოლმე, რაღაცნაირად ვცდილობ რომ თავი ავარიდო. შეიძლება ეს არ არის მავნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მე მაინც თავს ვიკავებ. მე ვფიქრობ, რომ შთაბეჭდილება მექნება, რომ ვადაგასულია და შესაბამისად არანაირი სურვილი არ მიჩნდება მისი დაგემოვნების და პლუს ამას კიდე ჩემი გამოცდილება მაქვს, მე მაინც მეჩვენება, რომ აი ამ შემთხვევაში გარკვეულწილად შოკოლადის გემოს კარგავს. აი, კი, ზუსტად, კარა, არ გეჩვენება. გეთანხმებ. ბატონო, გეტყვით რომ ტემპერატურული ცვალებადობის გამო შოკოლადს ეს თეთრი ნაფიფქი უჩნდება, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა როგორც გამოიცანით, ცოტა ეცლება გემო, მე შემჩნევია და შეგვიძლია რომ მივირთვათ, მავნი არ არის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ცოტა ესქო შეცვლილი გემოვნება ექნება ჩვენ შოკოლადს. გადავიდეთ. ანუ 1 გახდა თუ როგორ? არა, 5-ს უკვე. არა, მე მგონი ახლა ეს ნინოს ჩაედა. არა, ჩვენ ჩაგვეწყდა. ძალიან კარგი. ჩვენს მიერ მიღწეულ წარმატებას. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილია მზა კერძისა და ნედლი ხორცის ან თევზის გვერდით გვერდ შენახვა? დაუშვებელია. მზა კერძი და ნედლი ერთად რანაირად შეიძლება? ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს პროფესიონალებთან ერთად. არ შეიძლება იმიტომ ის 1000 ბაქტერიას ნედლი? ხო, ნედლი და შემდეგ ის ვრცელდება ის ბაქტერიები და ვიცით რომ იგივე აი წყლის ტერიტორიაზე სად უფრო სწორედ ჭურჭელიც კი ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად გავრეცხოთ და ასე შემდეგ. თაკო აღმოჩნდა ჩვენი ექსპერტი ამ საკითხში პროდუქტის შენახვის ექსპერტობა და არ მოუნიჭებია ჩემს ჯერ ექსპერტს. გაღიარებს. აი გაღიარებს. რომ დავასრულოთ, ბოლოს შენს გაღიარებ. გადავიდეთ უკვე შემდეგ კითხვაზე. და მიჩაგრელაში. არა, ნამდვილად აღსანიშნავია, რომ ძალიან კარგად იცით შენახვის წესები. მაცივარში ბოსტნეულთან ერთად თუ ინახავთ ხილს? აი ჩვენ აქ ვაქვს. მე მგონია რომ ხო ბოსტნეულს ხო ცალკე ისა კიდე სათავსო და შესაბამისად ცალკე ყოფენ ხოლმე. კი ბატონო, ჩვენს ასე ვიქცევით ჩვენს ოჯახში. კი, მნიშვნელოვანია რომ ცალკე შევინახოთ, რადგან ხილი უფრო მალე ფუჭდება ბოსტნეულთან შედარებით და მაყურებელს ვეთქვი რომ თუ ხილსა და ბოსტნეულს ერთად შევინახოთ, ბოსტნეულიც უფრო მალე გაფუჭდება და ის ბაქტერიები გადავა, ესე ვთქვათ, ბოსტნეულზე. გადავიდეთ ჩემთვის ძალიან საჭიროებო კითხვაზე და მაინტერესებს თქვენი პასუხი, თქვენი აზრით, სად უნდა ინახებოდეს კვერცხი? მაცივარში, რა თქმა უნდა. აი, რომელ მაცივში? სად ტერიტორიაზე? ხო, მაგრამ ხო აქვს, ძირითადად კარში არის ხოლმე სპეციალური შესანახი. აი, ნახე როგორ გაიხარდა. ეს რა, ეს ყინულისგან აქ არ გვაქვს, მაგრამ აი ეს ტერიტორია. აი ეგერდებს თაკო, მაგიდაზე. აბა, სათავსოში აი ეს არის. სად უნდა იყოს ნინა გვეტყვის, მაგრამ ჩვენ აი ამ თაროზე ვინახავთ ხოლმე, იმიტომ რომ აი აქაც არის. ზედა თაროზე, მე მგონი, კი.
მე გირჩევთ რომ სად უნდა კვერცხი შევინახოთ? არ შეინახოთ კარებში, რადგან ამ სივრცეში ყველაზე ეს თქვა დაბალია ტემპერატურა და კვერცხი არის მალფუჭებადი პროდუქტი და მნიშვნელოვანია რომ ზედა თაროზე მოვათავსოთ კვერცხი და ესე უფრო დიდხანს გაძლებს და მოგვემსახურება და ასევე მნიშვნელოვანია რომ არ გაფუჭდეს, ამიტომ კარებში გირჩევთ რომ აი ანუ ძირითად ნაწილში უნდა კი ბატონო, ძირითად ნაწილში შევინახოთ კვერცხი და ეხა პატარა ექსპერიმენტსაც ვაჩვენებ ჩვენ ტელემაყურებელს, როგორ შეგვიძლია რომ გამოვიცნოთ კვერცხი რამდენად ახალია. შეგიძლია ლაშა შენც მოხვიდე და ცადო, შენი ბედი. რა ვქნა? აი ექსპერიმენტი. უბრალოდ უნდა ავიღოთ კვერცხი, ზოგიერთ კვერცხს არ აქვს მოხმარების ვადა, მაგალითად სოფლის კვერცხს და იმისათვის რომ გავარკვიოთ, უბრალოდ უნდა ჩავაგდოთ წყალში. თუ ჩაიძირება მარტივად, ესე იგი კვერცხი ახალია. თუ ამოტივტივდება, ესე იგი ძველია. აბა, ცადოთ. ჩვენი კვერცხი ცოტა დაძველებულია. ესეთი თელი ძალით ქვემოთ უნდა ჩავიდეს. კი ბატონო, ეგრევე უნდა ჩავიდეს დაბლა. კი ბატონო, ეს კვერცხი უკვე დაძველებულია, ამიტომ შეგვიძლია რომ აღარ გამოვიყენოთ. კი ბატონო. გირჩევთ რომ მსგავსი. ეს შეგნებულად მოვიტანეთ ვადაგასული კვერცხები რომ ვიცოდეთ მაინც რომ ეს კვერცხი გადაყარეთ ახლა. სპეციალურად მოვიტანეთ. იმიტომ რომ ჰაერია შიგნით და არ მაგრამ ჩადის. აი ესეთი ტიპის კვერცხი ვიცით რომ შესაძლებელია გამოვიყენოთ თუ არ ვთქვით აი რაღაცა ნამცხვარი. აი მაინც არ არის სასურველი, რადგან კვერცხი საერთოდ საკმაოდ მალფუჭებადია. მალფუჭებადია. ძალიან ესეთი არასასიამოვნო პროცესია უნდა დავუკვირდეთ ვადებს თაკო. ეხლა გადავიდეთ ბოლო ვეცადოთ, რომ არ კითხვაზე. მივიდეთ ამ მდგომარეობაში. ეს არის ესეთი მე ვფიქრობ რომ მაყურებელთვის საინტერესო კითხვა იქნება, შეგვიძლია თუ არა ცხელი კერძის მაცივარში შენახვა. ჩემი პასუხი არ შეგვიძლია. შენი? იცი, მე ასე მასწავლეს ჩემმა ოჯახის წევრებმა და დიასახლისმა ქალბატონებმა, რომ ცხელი კერძი აფუჭებს თვითონ მაცივარს. არ ვიცი ამ დროს თვითონ კერძი ფუჭდება თუ არა, მაგრამ თვითონ მაცივარს რო აფუჭებს, ვიცი. მე მაყურებელს ურჩევ, რომ თუ გვინდა რომ მაგალითად ხორცის, თევზის ან კვერცხისგან დამზადებული პროდუქტი, ეს ვთქვათ, არ გავრცელდეს ამ პროდუქტში ბევრი ბაქტერია, დროულად შევინახოთ მაცივარში. თაკო, როგორც აღნიშნე, დედასგან და ბებიასგან იცი, რომ მაცივარს აფუჭებს, თუმცა თანამედროვე მოდელებში თავისუფლად შეგვიძლია, რომ შევდოთ ცხელი კერძი, უბრალოდ უფრო მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მაცივარი, მხოლოდ ამაშია პრობლემა, სხვა არანაირ ზიანს მაცივარს არ მიაყენებს, ამიტომ ცხელი კერძი შეგიძლიათ, რომ მოათავსოთ მაცივარში, შეგიძლიათ ოდნავში აგრილოთ, თუ არ გინდათ, რომ ეს თქვა ძალიან ცხელი შედოთ ბოლი როცა არის და შემდეგ უკვე შეინახოთ მაცივარში. რეკომენდაციებიც გზა და გზა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება. მე მახსოვს რომ როდესაც თქვა ღამე გააკეთებდა ჩემი სადაც, იმას ტოვებ და შეგნებულად რომ დილით აგრილებული შეედო მე რომ მაცივარში. კი, ასე ხდება ჩემს ოჯახშიც, მაგრამ კი ბატონო, აი ესეთი ახალი წესები არ თანამედროვე მაცივარი ყველაფერს უმკლავდება. კიდე ხუთი მთავარი წესი მინდა გამოვყო მაყურებლისთვის, რადგან ესე ვთქვათ, გამოვიყენოთ და კარგად შევინახოთ ჩვენი პროდუქცია. წესი პირველი, სწორი განლაგება, ყველა განყოფილებას საკუთარი ტემპერატურული რეჟიმი გააჩნია. ანუ ზევით ყველაზე ცივია და დაბლა უფრო თბილდება, ამიტომ ბოსტნეული და ხილი დაბლა, ხოლო ხორცი და ეს ვთქვათ, სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტები უფრო ზევით რა ცივად იყოს. თუ გვინდა გავყინოთ, ბუნებრივია საყინულში შეგვიძლია მოვათავსოთ. წესი მეორე, მალფუჭებადი პროდუქტის კარებში შენახვა არ შეიძლება, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. წესი მესამე, მზაკერძები შეინახეთ სპეციალურ თავდახურულ ჭურჭელში, რათა არ გადავიდეს ბაქტერიები ამ ჩვენ მომზადებულ კერძზე. წესი მეოთხე, დაიცავით პროდუქტების ერთად შენახვის წესები, ანუ არ შევინახოთ მზა პროდუქტი და ესე ვთქვათ, ნედლი ხორცი, ასევე შებოლილი ხორცი და ნედლი ხორცი და ეს წესები აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ, ასევე ბოსტნეული და ხილიც ერთად არ შევინახოთ და წესი მეხუთე, აუცილებლად დაიცავით სისუფთავე, რაც მგონია რომ ყველა ტექნიკასთან მნიშვნელოვანია. მაგის გარეშე მაცივარი არ უნდა არსებობდეს ნამდვილად. ახლა უკვე დროა გადავიდეთ ჩვენ სტუდიაში არსებულ მიდიას მაცივარზე და განვიხილოთ მიდიას მრავალფეროვანი არჩევანი აქვს მაცივრების და მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიეს თავისთვის სასურველი მოდელი. ჩვენთან კი წარმოდგენილია ორკამერიანი მოდელი, ეგრეთ წოდებული side by side მოდელი, რომელსაც დეტალურად
დეტალურად გაგაცნობთ, ეს არის მიდიას მაცივარი, რომლის საერთო მოცულობაა 531 ლიტრი. ეს არის ინვერტორული მშრალი ყინვის მაცივარი და გეტყვით, რომ მისი კომპრესორი მუდმივად მუშაობს და სიმძლავრესაც კამერებში ტემპერატურის მიხედვით თავად არეგულირებს და ეს გვიწყობს იმაში ხელს, რომ კარგად შევინახოთ პროდუქტი. გეტყვით, რომ ეს კონკრეტული მაცივარი უხმაუროდ მუშაობს და ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავს, რაც ბუნებრივია, რომ ჩვენ ხარჯებსაც გაუფრთხილდება. გეტყვით, რომ ორკამერიან მაცივარს აქვს როგორც მუქი, ასევე უჟანგავი მოდელიც, რომელიც თქვენს ინტერიერს გაალამაზებს. ჩვენ სტუდიაში წარმოდგენილია მუქი მოდელი. გეტყვით, რომ ამ კონკრეტულ მაცივარს აქვს Wi-Fi ფუნქცია, რაც საშუალებას მოგცემს ტექნიკა დისტანციურად მართოთ ფლაშსა და ეს ძალიან გამოგვადგება. გეტყვით, რომ მაცივარი აღჭურვილია პლატინიუმ ფრეშ ტექნოლოგიით, გამოყენებულია საკმაოდ საინტერესო მასალები, როგორიცაა პლატინის იონი, კატალიზური შრე და ასევე აქტიური ნახშირბადი და რაში გვეხმარება ეს? ეს ყველაფერი შთანთქავს სუნს და ეფექტურად ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას. მაცივარს ასევე აქვს Smart Cooling ტექნოლოგია და Smart Plus გაგრილების სისტემა, რომელიც ზრდის მაცივრის შიდა ტემპერატურას სხვადასხვა საკვებისთვის. ასევე მაყურებელს ვეთქვი, რომ მაცივარს აქვს ასეთი უჯრა, სადაც შეგვიძლია რომ სენსორების მიხედვით დავარეგულიროთ ტემპერატურა და შევინახოთ ჩვენი ხილი და ასევე ბოსტნეული ძალიან მარტივად. ასევე როგორი საჭირო ღილაკია? კი, ნამდვილად ძალიან საჭირო ღილაკია, რადგან დიდხანს გვემსახუროს ჩვენი მაცივარი. ამ პანელის საშუალებით რეგულირდება ტემპერატურა, რაც შეესაბამება სხვადასხვა საკვები პროდუქტების შენახვის საჭიროებებს. ასევე მაცივარს ფერადი ოპერაციული ინტერფეისი და ჭკვიანი დისპლეი უზრუნველყოფს უფრო კაფიო და ნათელ ვიზუალს. მიდიას ორკამერიანი მოდელი შექმნილია თქვენი სამზარეულოსთვის თანამედროვე და ადვილად წმენდადი დიზაინით. მიდიაში მაცივრების ფართო არჩევანია, როგორც შოურუმში, ასევე ონლაინ და ჩვენ ეკრანზე გამოჩნდება მიდიას საიტი media.g, რომელზეც შეგიძლიათ რომ ესტუმროთ და ბოლოს კი გეტყვით, კი, იგრძენი თავის სახლში, ეს არის მიდიას გზავილი. არ უნდა გვაღიაროს ექსპერტებად მაცივრის. კი, ნამდვილად უნდა გაღიაროს. ნინო გაღიარა. კი, გაღიარებს ნამდვილად. ესე იგი, მაინც დავსტყუეთ ეს კომპლიმენტი. მოუგეთ, მაგრამ მოუგეთ. იმედია გამოგეძგებათ ჩემი მაცივრის ჩევრი. ექსპერტები ხომ გავხდით